მოგესალმებით ვირთვასოთ ტელემაყურებლებო, YouTube მაყურებლებო და ყველა მაყურებლებო, ლაივში მაყურებლებო. იწყება თამაში ფასკუნჯსა და ეთოფებს შორის. მისი კომენტატორი მე გიორგი არჩიმაშვილი ვარ, გადავკვეთე გვერდითი ხაზი და ახლა დავიწყოთ გადაღების პროცესი. Როგორც ხედავთ, გამოდიან ბიჭები მოედანზე, სტადიონის გალამაზებას და მხარდაჭერაზე, როგორც ყოველთვის იზრუნა ხატიამ, განუმეორებელმა ხატიამ, რომელსაც ახლა გვერდს დავუმშვენებ და ყვირილის ხომ არ გეშინია ხატია, რეაქციები რომ გამოვხატო და რაღაცა. ანუ ჯანმრთელი ყური გაქვს, ჯერჯერობით ეს მარცხენა, ხო? გადავიღოთ რომ ყური ჯანმრთელია. ბიჭები ხელს ართმევენ ერთმანეთს, ცოტა ჩამოვჯექი ჯერ, სანამ სიწყნარეა, იმიტომ რომ წინა თამაშზე რო ვიდექი, საკმაოდ მეთქინა მენჯები და წველი. რაც შეეხება შემადგენლობას, დაბრუნდა ჯორჯი სასტავში, შემადგენლობაში. ნუკოც ისევ ძირთადში და ამჟერად შეცვლილი როლით ოდნავ აწეული წინ, ესე ვთქვათ 10-იანზე იქნება. ახადა გიგა დადგა ისევ ძირთადში, მეკარე გუდაძის მაგივრად შოთა დაიცავს კარს. წინ თორნიკა და ზურა იქნება ისევ და დაბრუნდა ჯორჯ ისააკი, რის შედეგადაც თემო სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს შეხვედრას. აქ მხარები გაცვალეს. ასევე მინდა დავაფიქსირო გვერდითი მსაჯი, რომელმაც მე მგონი წინა სეზონში 6 თამაშგარე დაუფიქსირა ზურას, საიდანაც 4 არ იყო. კოლა კონცენტრაცია რამდენ პროცენტზეა? 100. ანუ ხო იცი 2-0-ით იწერება ეგ. რა თქმა უნდა, მაინც გადავამოწმეთ. ტრადიციული პატერნები. აქ კიდე რაღაც ხელის ჩამორთმევები მიდის, მე მგონი მსაჯს ჩაუკუჭეს. აქეთ ბიჭებს ყავთ დატენილი ბიჭები, რომლებიც ხორცზე არიან. ნახოთ. როგორც ჩანს, თამაშს ჩვენ ვიწყებთ, დავიწყეთ და არ გადაუგდეთ ბურთი. ნუგომ საინტერესო შეტევა წამოიწყო ახლა ჩვენი კარის მიმართულებით და ეგრევე პრესინგზე გადმოვიდნენ. ეს შეიძლება კარტოზას იდეაც კი იყო, რომ უფრო წამოეტყუებინა. ანუ რაღაცა გაურკვევლობას აქ ადგილი, როგორც ჩანს, აუტი იყო და აქ შეიძლება გვაჯობეს კიდევაც რაღაც სტუმარ მასპინძლობაში ბიჭებმა ვერ მივხვდი რა ხდება. წვრთნელის მითითებებით უკანონა ვაგორაოთ ბურთი და ახლა გიგა ძალიან უკანაა დაწეული და შეტევას საერთოდ არ ვფიქრობთ, ანუ მე მგონი სანამ არ ამოვლენ, არც ვფიქრობ და ვაგორაოთ. ნუგო მიიღო გასცა, ანუ ბრუნია არ ქონდა სკანი გაკეთებოდა, ბრუნიც არ გააკეთა, როგორც კარტოზამ უთხრა. ჯერჯერობით ყოჩაღად გამოიყურებიან. ზურა, ნუგო, ანუ არ წავიდა შეტევაზე და ატრიალა ბურთი და კახას ოდნავ ძლიერი პასი, ბიჭები ხურდებიან. თოკომ უკვე ჩაერთო თამაში, თოკო. კარგი ხარ კოლა. ჩამოეძინა ცოტა გიგას. თამაშობთ? ბიჭებო ყურადღებით. კონცენტრაცია გჭირდება. არ ვაწუხებთ, უბრალოდ ზონებს უკეტავთ. კოლიკომ გადაასხვია მშვენიერე. ეს 8 ნომერი სავარაუდოდ პრობლემებს შექმნის, ანუ ეთყობა გამოცდილებაც და მოძრაობაზეც. მოძრაობაზეც საკმაოდ ხარტია და ერთ შეხებით ითამაშა. აშკარად აუტოზე ჩამოგვეძინა და ავედითო და ნუგო არის პირველ ხაზზე პრესინგის
აქ კახამ გამოაჩინა მიშოც ჩაერთო და რა ხდება კი მარა? კიდევ ერთი სტანდარტი მიიღეს. მაღალი ბიჭები ყავთ სხვათა შორის და ჩვენი დიმა, ჯორჯი და კოლიკო უკან ცოტა ტანმორჩილები არიან და იმედია არაფერის არ გამოვა სახიფათო. ასევე შოთა გადავღოთ რომელიც აკონტროლებს იმედია ყველაფერს. და შოთა შესახებ ინფორმაცია არ შეუგროვებიათ. ნახოთ რა მოხდება. ბიჭებმა არ მოწიეს საკმაოდ ხაზი, რომ ოფსაიდი შექმნან. ნახოთ. იმედია მოიპარავს იქ ზურა და ნუგო ცოტა რამდენიმე მილიმეტრს ჩაწოდება. ჯორჯმა მოიგერია და აქ კოლიკო არ მოატრიალებს, იმედია კი ბატონო აუტზე გადავიდო ბურთი. ჩვეულებრივი შუადღის თამაშის ტემპია, სიმართლე გითხრათ, არ დაგიმალავთ. არაფერი განსაკუთრებული. ბიჭებს თითქოს ძინავთ. აქ მოვიპოვეთ. ბურთი ისევ ჯარიმით. ჯორჯმა იჩქარა. ანუ რა იჩქარებოდა? ყოფილი დაელაგებინა ჯერ ბიჭები. აი მიკიტა არის აქ ცოტა ჩვენი სუსტი რგოლი ვფიქრობ, მაგრამ ნუ მაუწია ბურთი. მიკიტა კვლავ გააკონტროლა. წაიღო. კლასიკური მიკიტური გადაწყვეტილება უბრალოდ ძლიერად დაარტყა და ზურა გაუშვა აქ. რომელსაც რა მოხდა? თამაშგარია ეწია, მსაჯი ვერ დავინახე. პროსტა გაიქცა? უკან შევხვდებ, ნახოთ ისევ. ერთი თავდასხმა ყავ თამაშგარაში, რომელიც არ იწუხებს დიდად თავს. უკან ჩამოსვით და ეთყობა გამოცდილება აშკარად. მაგ ბიჭზე ფრთხილად ვიქნებოდი მაინც. თორნიკე თავის მხარეს შვენივრად აკონტროლებს, თუმცა ეს რატო დაგვრჩა ესე? ბიჭებმა ვერ გაიყვეს გასაყოფი. გიგა წამოეპარა და კოლარი კარგი ძალიან, თუმცა აი როგორც გითხარით გამოცდილი 8 ნომერი. წაიკითხა კოლას. ზურა აქ პირველი უნდა ყოფილიყო, იმდენი დრო ქონდა, ძალიან დიდი ხანი იმფიქრა. ჯერჯერობით ერთი ცალი ტექნიკური ლაფსუსი გამოიკვეთა, რომ გიგა მარიცოდა რომელი კაცი უნდა აიყვანა, ანუ რაც წყობა აშკარად ისე აქვს, რომ ეხა ესაც ეს 6 ნომერი სულ თავისუფალია და არავინ არ იცის ვინ ვისზე უნდა მივიდეს. კოლამ აქ ბოლომდე იბრძოლა და მაქსიმალურად შეუშალა ხელი, თუმცა 8 ნომერი იქით მარტოა და კოლას არბენინებენ წინ და უკან. კიდევ შეეშალა, ნუ კოლამ უბრალოდ ვერ მიიტანა ბურთი თორნიკემდე. ბურთს იბრუნებს, სამჯერ დაიბრუნა ბურთი, თუმცა ვერ მოახერხა ამ ბურთის, მერე დაბრუნებული ბურთის განაწილება პირველივე პასზე დაკარგა და აქაც კიდევ მოგტეხეთ და ცენტრში აშკარად ტაქტიკური შეცდომა გამოიკვეთა ჩვენების მხრიდან. ნუ მწვრთნელმა რაღაც უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ აი ეს ზონა, სადაც ახლა 19 ნომერია, სულ ცარიელი გრჩება. კოლაზე შემდეგ მოტობა იქნება. თოკო, ეს ზონა სულ გრჩება. აქ ბურთის პრობლემაა. მე ვიღებ და ბურთს ვერ მოგაწვის სამწუხაროდ. აბა მოძრაობა, ანუ მაინც მეტია, ეს კაცია ესე. აქ გასდა. სულ პირატესობას ქმნის, რაც არ მომწონს. მიკიტა აკონტროლებს ბურთს. კახა დატრიალდა. გაშალა ისევ მიკიტაზე. მიკიტას ნუ გვაბა, ნახოთ თუ დაიჭერს. შვენიერი პასი გავუკეთათ იმას და თუ შემოურბენს. კახას ჩამოეძინა და წაართვეს და კონჩეტევა მივიღეთ. ანუ თითქოს აი 100 პასისთვის კეთდება და არა რაღაც მიზეზისთვის, ანუ უბრალოდ დაინახა მისა. და არა ბრმად.
კოლა ითამაშე, შეგილია რა. შვენიერ პასს აკეთებდა. აქ ვიღაც უნდა მივიდეს. აქეთ შოთა არის იდეალური. კოლა. კოლა, შენი ზონა. თოკო, შენი ზონა. კაი, შიო, კაი ბიჭები. კონცენტრაციაზე იქნება ამ თამაში ძალიან დიდი. უგზარასიძე, ხო? არა. მილიმეტრი დააკლდა და აქ საკმაოდ კარგად იმოძრავა აშკარად გამოცდილი ბიჭები არიან. გამოცდილება ეტყობათ, ანუ აზრიანად თამაშობენ, ანუ მონდომებით უნდა ვაჯობოთ, თოკო, მონდომებით. ნუგომ დატოვა თავის ზონა და ეგ შემოატარეს ბურთი ორი მარტივი პასით. და იმედია გადააზღვევენ ჩვენები, კარგია, დავლაგდით. რაღაც უკამხრებით რა. მაინც არის სივრცეები. ვისია ეს? მიშა სად ამოვიდა? რაღაც არაორდი. მიშა ზონაში. შოთა ბოლომცველად იდეალურად თამაშობს, აი ძალიან გვეხმარება აქ შოთას წინ გამოსულები და თოკო აბა გააქტიურდი აჩვენე? თოკო ყავს აქ ჩარჩენილი. მიკიტამ გამოიხედე არც ის რას ნიშნავს. ზურა თუ არ იღორებს, კარგს იზავს. მაგრამ იღორა და ნუ რა უყოთ. და პასი შეეძლო. თუმცა კარგად მეორე მხრივ ინდივიდუალურად კარგად გაძვრა. დარტყმას მოახერხა. მე თქო გუნდი ახლა არ ყოს, ვინა ნახევარმცველი და ვინა თავდასხმელი. კოლა, კონცენტრაცია. კოლა ყურადღებით. არ ვარ დარწმუნებული რომ კოლა მიცის აქ 8 ნომრის არსებობის შესახებ. ჩაერთო. ისევ თორნიკეა სამ კაცში და აი ეს არ მომწონს რაღაც წინ ხვდებით. მიშა მოვიდა ისევ. მიშა საკმაოდ წინა მოდის. იმიტომ რომ საყრდენზე თამაშობს, 5 მცველი ყავს, აშკარად 5 მცველი ყავს, რომელშიც მიშა წინა მოდის. მე მგონი მეც ავწდი რაღაც წყობას. ამიტომ ამოდის მიშა თამამად წინ. გიკაშვილი რა კარგია, როგორ აწუხებს და უზღუდავს, თუმცა აქ ჯორჯი და პასი დაუბრუნა. დიმა მიიღო იდეალურად, რა თქმა უნდა. მოძრაობა გვინდა რა ცენტრი ამუშავეთ. კოლა ხმამაღლა, კოლა! ბრავო! რაღაცა შენ თავზე აიღე, თოკოც გეხმარება. ჩართო მიკიტა! ნახოთ მიკიტა რას იზავს. კუთხური გამოიმუშავა. კუთხური ცალსახად. კოლა კაი ხარ, გამწოვებებზე წადი ვაფშე ერთ-ერთზე აჯობებ. აი ხომ ნახოთ მიშა რას მოიმოქმედებს. ჩვენი დრო ახლა ჩვენ ვაგრძობინოთ რომ ვიკბინებით, ანუ ძალიან იმათი უპირატესობით წავიდა სცენარი და არა, ვინ გამოიტანა? ნუ თუ მიშამ გამოიტანა იმათი კარიდან. საინტერესოა. ფანების სიმცირე შეინიშნება. როგორც ჩანს კვირა დღე და შუა დღეა და კვირა შუა დღე და ყოველას თავის საქმე აქვს. თორნიკე კარნახობს თავის გუნდელებს თუ საჭირდება დახმარება, მაგრამ სულ იგნორირებაა და მარტივად გაგვითამაშეს ისევ. კაი ხარ თოკო. გიგა რამშვენიერი ხარ, გიგი ესტა ხარ. ჩართო თორნიკე რომელიც ბრავო გიგა ჯიგარი ხარ, კაიყო გიგა ეგრე რა თავდაჯერება გენაცვალე. წინ ორი კაცი ვართ და ერთი კაცი აშკარად გვაკლია.
ჩაგუჭეს და პირველი პირველ ბურთზე ვინ იქნება? სასტვენი არ არის აშკარად და ბიჭები ყვირიან. სეიდაყვი იყო აშკარად. ვიდეოზე ჩანს. მიშას ეს ამოსვლები ძალიან საშიშია და შოთამ სად შეუშალა ხელი ძალიან სახიფათო შეტევა მივიღეთ ეხლა მხოლოდ იმიტომ რომ ბიჭები ყვიროდნენ. კონცენტრაციაზე რა თოკო რა. ეგეთები კიდე მოხდება და არ დაკარგოთ. შემოუძახე. თორნიკე უკმაყოფილო იმით რომ პასი არ მიუღია საერთოდ ზუსტი. აი კოლა ჩაკეტე ბოლოძელი. მინკიტა მეორე ფეხი მორცხენა. Make it use second leg, bro. კოლა, აკრო ბურთს იღებ, თოკო, კაი მოძრაობებს გიკეთებს და მე რა შენ შეყევი და შემოგიგდებს ეგრევე. 1-2 გაითამაშე. თორნიკე უეჭველი აიკიდებს მანდ რაღაცას, დამიჯერე რა. აი წინავედით ეხლა რატომღაც და ჩვენი უნდა იყოს გიგა. გადაზღვევაზე ვინა? ძალიან სწრაფი ბიჭი უდგას აქ კოლასაც. თოკო 3 ნომერი, თოკო. სახიფათოა ეს 3 ნომერი. არა. ძალიან გაგვითამაშეს აქ. ჯორჯ ლაპარაკი აღარ გაწყობს. ჯორჯ პოზიციაზე. სწრაფად გაათამაშა. რანაირი ვიდეოზეა ძმაო რა ოფსაიდი. დროზე, ნუ გო, ჩამო. მიკიტამ შვენიერი პასი გაუკეთა აქ. 9 ნომერს, არ ვიცი ესე რატო გვემართება. მოვიგერიეთ და ბურთი ისევ ჩვენ კარისკენ წავიდა კლასიკური შემთხვევა. დავай, გაიშალეთ. გიგა მოიხოდე, გიგა! გასწორდი მხრებში. დავай, გიგა, შენზია ხასიათი, გენაცვალე, კაია. ნუ გო, ტემპი. ცოტა ხმა მაღლა დაუძახე ხოლმე კოლა და აგრესიულად რო გამოიხედოს. კაია! დავай, აბა ცენტრი ძალიან ხაზები შეაერთეთ ვინმე. კაი ხარ, ნუ გო, კაი შევსება იყო. წადი კოლა პირ. პოზიცია კოლა. ვინ არის აქ? ვინ ეთამაშება? თორნიკე. ნოშკადეს 8 ნომერი ათამაშებს ამათ.
სათაშორის უნდა აღვნიშნო, რომ სხვანაირივეა დღეს. რაღაცნაირი მომღიმარივეა. კაია, ყოლა ეგრე ილაპარაკე რა. ყველა მილაპარაკეთ. არა, არ შეიძლება ეს ბიჭო. მეტი უნდა იმოძრაო, დავაი. სუფთა. დაუდაკი. აი ეს გამოწვევლებთ რომ ნუგოსთვის ახალი პოზიცია ეზა პირველად დააყენა აქ მწვრთნელმა და არ ვიცი რატო მოიგონა ეს ექსპერიმენტი. შესაბამისად ბევრი კითხვის ნიშები გაჩნდა აქ. შეტყობდით. მიდი ზურა მალე მიკიტა ავიდა იქ ზურას კაცზე. მიკიტას ადვილად გასწნენ როგორც ყოველთვის. შუავისია. კაი ხარ თოკო. შვენიერი გადაზღვევა იყო. თუმცა წინ ვიღარ ყავს ზურაა დარჩენილი. ზურა არ მუშაობს და ძალიან მიგწნეხეს ეხლა და თავისუფლად ჩაწოდება. მიდი. არა, ცოტა სიჩქარეს ქონდა ადგილიდან ნუგოს გასწნენ. დაუბლოკეს კოლამ უნდა ითამაშოს აქ კარგად. კოლამ კარგად ითამაშა. ბრავო კოლა! ვინ ახმარება ზურას? დავი ჩაერბინე ხო გააკრძალა? სიო აუწიე ხელი. წაიღე. გიგა ყავს უკან. გიგა ყავს. ბიჭებმა რაღაცა ალოგი საღოლ ნუგო საღოლ. შენ გენაცვალე. მაგრამ უნდა გადავაზღვიოთ. ნუგო დააზღვე. რაღაცა სად გაძვრა ბურთიჩი. ყოლა ყურადღებით აქეთ შემოგიარა. ყოლა უკან. არა. ძალიან შემოგვატარეს. და ისევ ჯორჯი. მიკი ირტიშონი. ძალიან იზი არის რა მიკიტა რა. მიშა იმენა კედელია. შვენიერია. ჩაურბინე, წადი ყოლა წინ. კაი. აი ხა იქ რივოკით რო წასულიყო ყოლა წინ გააყოლებდა თორნიკე, მაგრამ რატოღაც არ წავიდა. ბრავო! წინ მინდი ერთ ნაბიჯს. თოკო ნახე? კაია. ვარ თამაშობთ. აი ეს გიგა დირიჟორობს ჩვენ გუნდს, მშვენიერი. ეს გჭირდება რომ ბურთი შევიგრძნოთ ახლა ცოტა ხანი რაღაც ქაოსის მერე. მშვენიერი სწავიდა. გიგა თუ გამოიხედავს აქეთ, მაგრამ არა მიკიტას. აშკარად სუსტი გოლია. და დიმა რა კარგია. თუმცა აქ მიკიტა და ნუგო ძლიერ გოლად მოგვევლინა მშვენიერი და შვენიერი გათამაშება წავიდა. ბრავო! რასაკეთ? შვენიერი იყო. არა უშავს, კაი გათამაშება იყო. თოკო მარცხენა ხომ შვენიერი არა უშავს. ნუ შეტევაში გვაკლია აშკარად ერთი კაცი. თუმცა ეხა ეს ერთი შეხებით გათამაშება უკვე რაღაცას გავდა. ბიჭები დროს წელავენ, როგორც ვატყობთ. თუ რა ხდება? მონ წყლის შესვენებაა. ამით ვისარგებლებ მეც და ცოტას ჩამოვჯდები. აუ, ყოლა! აი, ვერ მივაწვდნი ხმა. ახლა ძმაჭრჭელობენ ფასკონჯის ბიჭები. გოც როგორც თუნეს ასისტენტი მოეწონა რომ
მწვრთნელზე რაღაც ზემოქმედებას ახდენს და თავის ცვლილებებს აკეთებინებს. კახა რაღაცა საუბრობს. ვფიქრობ შეტევით ანუ ზურა და თორნიკე ძალიან მარტო არიან, იზოლირებულები არიან. და წინ დასჭირდებათ ერთი ცოტა შემტევი კაცის დამატებაც. ისევ არ ჩანს ხარბედია, ასევე ბექა არ ჩანს. ბექა მელოტი ბექა, რომელიც ვარჯიშებზე არ დადიოდა და ალბათ ამიტომ დაიმსახურა მიკეტამ სათამაშოდ, რომ თორე იქით დიმა დადგებოდა და აქეთ ალბათ ისევ ბექა, რომელიც საუცხოა ამ ფლანგზე და საერთოდ სხვა უპირატესობებს აძლევს ჩვენს გუნდს. როდესაც ბექა ყავს. კოლიკოვს ვიტყოდი რომ უფრო შესაძამაშებელია და წინ როდესაც სივრცეები აქვს არ მიდის ხოლმე და თითქოს მიწებებულიაო აი ამ ხაზზე წეგან თორნიკემ რომ შემოიყოლა კაცი ცენტრში მთლიანი სივრცე იყო რომ აი ზუსტად აი ესე გაქცეული იყო თუკის კარისკენ თუმცა რაღაც არ წავიდა აქ ბიჭები რაღაცას კამათობენ ალბათ ჩემი აზრით ძირითადი ჩვენი გუნდის პრობლემა რაც იყო, როდესაც ფლანგიდან მოდის შეტევა აი ამ ზონაში, სადაც აი ჩემი თითი მუსირებს. ანუ 6 ნომერი სადაც დგას, ამ ზონაში ძალიან ბევრი პასი შევიდა და ისე რომ მარტო იყო იმათი ნახევარმცველი. გაგრძელდა თამაში. არ ვაწუხებთ, მაგრამ წინ ვართ აწეულები. ყოლა ყურადღებით შენ, ყურადღებით ყოლა. თორნიკეს მაინც შემოაწარეს და ეს ძალიან ცუდია. დროზე ხარტავ. შენ გენაცვალე გიგაურა, კაი ბიჭი ხარ. ნუ არ უნდა მოგატყოს რა, ნუგო. ნუგო მხარი წარტყი ხოლმე რა შეგილია. ნუგო არ იყენებს ხოლმე, ანუ იმას რაც კოზირი აქვს კიდე ან თავის ჯანს რა ძალიან აი ანუ მარტო ფეხებით ეთამაშება რა, ანუ მიხვდი რომ ხო, აი უხეში ცარაი, უხეში საღოლკოლა. ანუ შეუულია რომ საერთოდ ბურთთან არ მიუშვას ტიპი თუ ჩაუყენებს ტანსი, ხო? ანა ისე მიაწვეს რომ წონასწორობა ვაფშე დააკარგინოს, გადააგდოს. რაღაცა ხდება იქ, საჯი მოემართება აქეთ. თავარია რომ კუთხური ჩვენია. მიშა, მოდი გამოვკვეთოთ. მიშა, თავარი საფრთხე და გაბლიშვილი. ნახოთ ვინ გაიტანს გოლს. მიშა იქნება თუ გაბლიშვილი? არ ვიცი. გაბლიშვილი? არა. ერთმანეთს შეუშარეს მიშამ და გაბლიშვილმა. ფაქტია რომ ეხა უნდა დავარტყათ და მეტრა ნახევარი, ნუ გო! ისევ წინ ვართ რატომღაც აწეულები, ყოლა ყურადღებით მაინც მაგაზე. ეს ძალიან საშიში პასია, როცა ესე გადმოაქვთ აქ. დრო რჩებათ მერე გასათამაშებლად და გიგა ჯერჯერობით, კაი ხა, აუ გიგა ძალიან კაი ბიჭი ხარ, საღოლ. გიგა ძალიან კარგად აზღვევს. ისევ გიგა მოვიდა აქ და ჯორჯმა გიგასთან ერთად რა თქმა უნდა, გიგას თუ დაიხმარებს. აი მე. შეურბინეთ, დავი მიკით. კახამ რა გააკეთათ? კახამ კი არა და ზურამ. წინ ეხმარებოდა ხალხი და უკან მისცეს. საღოლ ჯორჯ. დაუძახე. არ იცოდა. თოკო. ჩამოთ! გიგა იყო ძალიან კაი და ისევ კახას ზახელი, ჩამო. და ისევ კახამ დაიბრუნა საღოლ კახა. ბრავო. ცენტრში ყავს წესი თუ ნუგო და კახა თავისუფლები, რო რამე. კარგია, დაისვენეთ, ანუ ისვენებენ ბიჭები და მე რა ისე ტალღას გაგვიკეთებენ, თუ რა საპირებენ, არ ვიცი. 4 წელზე გადავედით.
მიკიტა წინა აწეული. ანუ დაცვაში სხვა ფაზით ვართ, შეტევაში სხვა ფაზით ვართ. შვენიერი პასი, დროზე გიგა. მიკიტა აჯობე რა! აი აგრესიულად წასვა და ბურთზე დასწრებას თამაში არ უყვარს მიკიტას, უფრო ელოდება. ჰერბივორი არის, ასე ვიტყოდი მიკიტა და არა კარნივორი. ჩემი აზრით ჩვენი გუნდელი ბიჭები აქეთ კოლა და თორნიკე კარგად რო იხსნებიან, ხმამაღლა არ იძახიან და ჩვენი ბურთიანი ფეხბურთელი ვერ ხედავს აქეთ რომ ეს აქვს ესე ვთქვათ ვარიანტი და საერთოდ იყურება იქით აკეთებს პასს ხოლმე. აი ახლა ვნახოთ გაბლიშვილი გაიტანს თუ მიშა გაუშვა არეულები ვართ და უნდა დავლაგდეთ იმე ნუგო ბოლომდე უნდა ითამაშო ბრავო ნუგო კაი ხარ ეგრევე დავლაგდი აი ძონკ აი ხო ნუგო აი გადამწყვეტი ჩაჭრა გაუკეთა თუმცა თორნიკე დაიღალა ეხა და ბიჭები ყურადღებით უნდა იყვნენ უკან არ გაგცდეს არ გცდება გადააზღვიე საღოლ კოლა ფიქრობ აქ საჯმა ოფსაიდი დაგვიბრუნა ეს ფიქრობ ხატია ხო ანუ მაგრამ მე მგონი არისო კაი ხარ კოლა აწიხელი სურა გამოიხედე რა ნუგო დაარტყი ბრავო არა უშავს კახა კაია ნუგო შენს იმენას უბთა დასარტყმელი ქონდა კოლა აქედან ხმამაღლა თუ არ დაუძახე იმენა იქიდან ვერ დაგინახავს შანსი არაა და უკვე მოძრაობას რო დაიწყებ მერე ეს რუიანი დაგჩა რუიანს უყურე აი მე აქ დიმას რა გაუკეთეს ვინარი კახა მივიდა ფუ ინდივიდუალურ ანუ აქ ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო იმათი უბრალოდ ცენტრში რო შემოეტანათ კატასტროფა იყო მაგრამ კახამ გადააზღვია არ უნდა გადმოვატანინოთ აქეთ ფლანგზე ბურთი თორე ძალიან ცუდად არიან გაშლილები არ მომწონს დაასვა და აბა არაცალო აი ბურთი გადავიდა აბა ვინ იხსნება გიგა იხსნება ბიჭო ცოტა ჯანი კოლა მარიცის კარგად აუტის მოწოდება ანუ ნელა ისვრის და იმათ აძლევს დროს რომ მივიდნენ წინა თამაშიდან გამომდინარე ვთქვათ და არა მხოლოდ ამ ერთი შემთხვევით ძალიან კარგად გავიშალეთ აქ კოლაზე შეიძლება პასის გაკეთება და მე რექტორნიკე რჩებოდა მშვენიერიან ბურთს ვაკონტროლებთ გიგა აქ მეშვება თორნიკეზე გავიდა აბა რა თუ გაითამაშებს ვინმესთან კახა ნახა მარტო ჩაურბინეთ მიკიტას კახა პირიქით წინ შემოურბინე აი სტენკა ზურა სტენკა კაი ხარ გიგა კაი ხარ ეგრე ოპა მიშა რა დომინანტია ძალიან დომინანტია აქ მიშა ბრავო გავშალეთ მიშა ისევ გიგა ყავს გვაცლიან ახლა უკვე ბურთის კონტროლს დაიღალნენ შეიძლება ისვენებენ
შესაძლებელია ფლანგი. დიმას ჩაწოდება და ვაიმე! მიასწრებ. დაიხმარეთ. ვინ დაიხმარება? ზურამ რა ბურთი ჩამოიღო? მარცხენათი. ზურა კარგი იყო. ცალი ხელი მაქვს ტაშს ვერ გიკრავ. აი უკვე დავიწყეთ რაღაც გააზრებული შეტევები, მაგრამ არ მოვდუნდეთ, აქ ბევრი სივრცე აქვს. ბევრს ვაფიქრებთ. ბოლო მცველი, ჩვენ ბოლო ცენტრალური მცველი შოთა ისევ ადგილზეა. დიმას ჩაწოდებას მოყვა ეს ყოველივე, რომელმაც ძლივს ჩააწოდა. ზურამ კარგად გაითამაშა და ისევ დაკარგა, თუმცა თვითონ უნდა გამოასწოროს აქ. მიკიტა ისევ თითქოს ბუტაფორია და ჰოლოგრამაა, ისე ცდებიან, ისე მოძრაობენ მიკიტას გარშემო და ნერვებს მიშლის. თითქოს გააშვენიან და საითაც აიღებს ბურთს იმათიანი. მინდის. აქ რაც შეცდომა უნდა დაუშვან აუცილებლად. შეეხო მოწინააღმდეგე ფეხბურთელი. აი ვნახოთ მიკიტა. აი მიკიტას აუღეს და სუბთა ეს ძალიან სახიფათო აქედან თუ ამოვიდე ჩავედით გადაზღვა გიგა კაია კონი შეტევა მორჩა მაგრამ მაინც საწყობები ვართ თავდასხმა აღარ ეხმარება დაცვას იმიტომ რომ დაიღალნენ შეტევაში პრესინგის დროს რაც საღოლ მიკიტ აი მიკიტაზე რაც თქვი ბოლო შემთხვევაში გამოასწორა რითიც ძალიან მოხარული ვარ კარგი ხარ თორნიკე ხა კლასნად ცდილობდა შესრულებას კუთხეში და აშკარად როცა ვაპრესინგებთ უფრო მეტ შეცდომას უშვებენ ნუ არ ვიცი რა ნუ შეიძლება მესამე კაცი გვაკალია უბრალოდ ნუ გვარ დაუთმო რა კაი ბიჭი ნუ გოსტრიველა პასი რა პასი აი საღოლ კაი შეხება იყო პადაჩა შენი არა რა კოლა წამოიპარა აუ მიკიტა აღარაა თავის პოზიციაზე და კახა აზღვევს ძალიან კარგია კახა სწორად კითხულობს თამაშს ბრავო მიკი ბუჭო ერთი მასტერ კატვინი არა აქვს რა არა იმენა გეუნე მიკით უციბიანეთ ადნუ მასტერკუ მოზგო ტი ამერიკანეთს ჭტოლი ბაჰა ერთმანეთს დაიჯახნენ და შოთა აკონტროლებდა სიტუაციას ეს კლასიკური ფასკუნჯური კურიოზული სიტუაცია იყო თუმცა მიხარია რომ ამ სიტუაციას გოლი არ მოჰყოლია მეტი საუბარი რაღაც ადულები შეგვიძლია ადულები დავღალოთ დიმა არის თავისუფალი დიმას IQ 150 აღემატება და ესე იგი საინტერესოს მოიფიქრებს რამეს ნუ გომ მარტივად დააბრუნა ბურთი აგერიშლება აქ ფლანგზე ვინ არის მიშა აი სახიფათოა კიდე კაი ჯორჯი პატარაა და ბოდი ბალანსი კარგი აქვს კახარ საინტერესო მეგო კახა სან მომატებული აქვს ჩაურბინებს იო კოლა აქტიურად ბიჭო რასელოდები დასარტყმელი იყო მაგრამ კოლა რატო არ ჩარბის არ ვიცი ნუ გო თუ დაარტყავს თქვენი აიაქსი კარგიც სამი ბიჭი გიჟივით მოძდებს აქ
საღოლ ჯორჯი. კორპუსი. დარტყი. ყოლა, სივრცე რო გაქვს, რივოკით გაეხსენი თოკოს, ნელა მირბოდი. რო პასი წინ მოგცეს, ფეხში კი არა, მიხვდი? დაგაზე ხოლმე. აი გზურავ გაიტანს გოლს ახლა ინდივიდუალურ სავარაუდოდ. დამკაში უნდა და გასვლა და ვერ გავიდა და ისევ კახა. ბრავო! ბრავო. ძალიან კარგი თამაში გიგას მხრიდან და ყოლა სივრცე აქ. ვინ ეხსნება? შეცვალა, ბრავო! კახა შემოურბინე! აუ მოატყუა კაცი და აურა დავლაგდით ეს მარტო ყავს ყოლა გაგექცა ვიმე 10-20 სანტიმეტრი არ მოატრიალოთ. აქ ზურა დაიღალა. ვაიმე ბიჭო ერთი. თარუნა ჯობს ერთ-ერთზე. მიშა არის ძალიან კარგი აქ. ნუგოს მაგიური შეხება, ბრავო ნუგო. ბოლომდე. მალე კაი იყო. შოთამ დაიძახა ჩემიაო. ახას იდეალური ტრიალი. დიმამ გამოშალა. ნუგო რაღაც თუ კმაყოფილოა, დიმას რაღაც ეუნებოდა და კოლამბურს ჩამოიღებს და შეუტევს თოკო, სიო, 2-2. შვენიერი კუთხური. საღო კოლა, კაი იყო, ხო გითხარი ეგ რაღაცას იზავს მეთქი მან. ახოთ ეხლა გოლს გაიტანს. პარაშუტი გავშვი, მიშასია. კოლა პარაშუტი ჩააწოდე, მიშასია. ნახოთ კოლა პარაშუტი ჩააწოდეს თუ არა. ნუ არა და მიშასი იყო. შვენიერი პირველი ტაიმი. თავის პლუსებით და რაღაც მინუსებით ხა შევერთები გუნდს.